ტოპ 5 შოკის მომგვრელი ადგილი დედამიწაზე. ევერესტის სიკვდილის ზონა. ადამიანის საზღვრებს მიღმა. მთა ევერესტზე 8000 მეტრზე ზემოთ იწყება ექსწოდებული სიკვდილის ზონა. ადგილი, სადაც ბუნებრივი პირობები ადამიანის ორგანიზმისთვის უკიდურესად სახიფათოა. ჟანგბადის უკმარისობა. 8000 მეტრზე ზემოთ ჰაერში ჟანგბადი კრიტიკულად ცოტაა. ორგანიზმი ვეღარ იღებს საჭირო რაოდენობას, რის გამოც სუსტდება აზროვნება, მოძრაობა და სიცოცხლის უნარიანობა. ცხოვრების შეზღუდული დრო. ამ ზონაში ადამიანი დიდხანს ვერ ცოცხლობს. ალპინისტები აქ მხოლოდ მოკნე დროით ჩერდებიან და სწრაფად ცდილობენ გადაადგილებას, რადგან ყოველი წუთი რისკს ზრდის. დაბრუნების სირთულე. უკიდურესი სიცივის, ქარისა და სიმაღლის გამო ცხედრების ჩამოყვანაც კი ხშირად შეუძლებელია. ამიტომ ევერესტის ფერდობებზე ისინი მძიმე და უხილავი ნიშნებად რჩება ამ მთის საფრთხეების შესახებ. რას გვასწავლის ევერესტი? სიკვდილის ზონა გვახსენებს, რომ ბუნებას აქვს ზღვარი, რომელსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს. ევერესტის დაპყრობა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური და ეთიკური გამოწვევაცაა. ევერესტი კვლავ იზიდავს ადამიანებს, მაგრამ ერთდროულად გვაფრთხილებს. ყველა მწვერვალს თავისი ფასი აქვს. ანტარქტიდის შიდა რეგიონები დედამიწის ყველაზე მკაცრი გარემო. ანტარქტიდის შიდა რეგიონები პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უკიდურესი და ნაკლებად შესწავლილი ადგილია. აქ ბუნება ადამიანისთვის თითქმის შეუვალია. ტემპერატურა. შიდა რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა ხშირად -60 გრადუს ცელსიუსზე დაბლა ეცემა, ხოლო ზოგჯერ კიდევ უფრო მკაცრ ნიშნულსაც აღწევს. ასეთი სიცივე სიცოცხლისთვის უკიდურესად რთულ პირობებს ქმნის. კლიმატური პირობები. ამ ტერიტორიებზე გავრცელებულია მუდმივი და ძლიერი ქარები, რომლებიც სიცივის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს. ზამთარში დგება პოლარული ღამე. რამდენიმე თვის განმავლობაში მზე საერთოდ არ ამოდის. ადამიანის კონტროლი. ანტარქტიდის შიდა რეგიონები ფაქტობრივად არ ექვემდებარება სრულ კონტროლს. აქ არ არის ქალაქები, გზები ან მუდმივი მოსახლეობა. მხოლოდ რამდენიმე სამეცნიერო სადგური ფუნქციონირებს მკაცრი საერთაშორისო წესების ფარგლებში. რატომ არის მნიშვნელოვანი? მიუხედავად უკიდურესი პირობებისა, ეს რეგიონები მეცნიერებისთვის ფასდაუდებელია. ისინი ეხმარება მკვლევრებს დედამიწის კლიმატის, ატმოსფეროს და გლობალური ცვლილებების უკეთ გაგებაში. ანტარქტიდის შიდა რეგიონები გვახსენებს, რამდენად ძლიერი და ამავე დროს მყიფეა ჩვენი პლანეტის ბუნება. ამაზონის გაუვალი ჯუნგლები დედამიწის მწვანე საიდუმლო. ამაზონის ჯუნგლები ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და იდუმალი რეგიონია ჩვენს პლანეტაზე, სადაც ბუნება კვლავ საკუთარ წესებს ადგენს. გაუვალი ტყეები. აქ გავრცელებულია უკიდურესად მჭიდრო და გაუვალი ტყეები, სადაც გადაადგილება ხშირად შეუძლებელია სპეციალური აღჭურვილობის გარეშე. ხშირი მცენარეულობა მზის შუქსაც კი ძლივს ატარებს. საშიში ცხოველები. ამაზონი სავსეა საშიში და შხამიანი ცხოველებით, დიდი მტაცებლებით, გველებითა და მწერებით, რაც გარემოს კიდევ უფრო რისკიანს ხდის ადამიანისთვის. უცნობი ტომები და დაავადებები. ჯუნგლებში დღემდე ცხოვრობენ იზოლირებული ტომები, რომლებიც თანამედროვე ცივილიზაციას თითქმის არ შეხებია. ამასთანავ რეგიონში გავრცელებულია ტროპიკული დაავადებები, რომელთა მიმართ გარედან ჩასულ ადამიანებს ხშირად არ აქვთ იმუნიტეტი. უცნობი სივრცეები. ამაზონის ზოგიერთი ნაწილი რუკაზეც კი ბოლომდე არ არის შესწავლილი, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად აღმოჩენილ ტერიტორიად აქცევს. ამაზონის ჯუნგლები გვიჩვენებს, რომ მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა, დედამიწაზე კვლავ არსებობს ადგილები, სადაც ბუნება სრულ უპირატესობას ინარჩუნებს. გველების კუნძული, ბრაზილია. ადგილი, სადაც ადამიანი თითქმის არ შედის. გველების კუნძული, ოფიციალურად ცნობილი როგორც ილა და კეიმა და გრანდე, ბრაზილიის სანაპიროსთან მდებარეობს და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად დედამიწაზე. კუნძული სავსეა უაღრესად შხამიანი გველებით. აქ მინადრობს ოქროსფერი ლანცეტ გველი, ერთ-ერთი ყველაზე საშიში გველი მსოფლიოში. ბრაზილიის ხელისუფლებამ კუნძულზე შესვლა აკრძალა. ბუნებრივი ბალანსი, სადაც ადამიანი ფაქტობრივად არ ერევა. არსებობს თქმულებები, რომ 1 კვადრატულ მეტრზე რამდენიმე გველი შეიძლება შეგხვდეს, რაც ამ ადგილს უნიკალურად საშიშს ხდის. გველების კუნძული ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ბუნებას საკუთარი ტერიტორია სრულად დაიცვას ადამიანისგან. ჩერნობილის ზონა, უკრაინა. ადგილი, სადაც დრო გაჩერდა. ჩერნობილის ზონა არის მიტოვებული ტერიტორია უკრაინაში, რომელიც 1986 წლის ბირთვული ავარიის შემდეგ ადამიანებისთვის საცხოვრებლად უარგისი გახდა. დაცლილი ქალაქები და სოფლები, მუდმივი საცხოვრებელი აკრძალულია.
რადიაცია დღემდე არსებობს, თუმცა დონე ადგილების მიხედვით განსხვავდება. ბუნებამ ნელ-ნელა დაიბრუნა ტერიტორია. ყველაზე ცნობილი ქალაქია პრიპიატი, ოდესღაც ცოცხალი ქალაქი, რომელიც ერთ დღეში დაცარიელდა. დღეს იქ მიტოვებული სკოლები, საცხოვრებელი კორპუსები და ატრაქციონებია. პარადოქსულად, ადამიანების არყოფნის გამო ზონაში გამრავლდნენ ცხოველები, მგლები, ირემები, ფრინველები. ჩერნობილის ზონა გვახსენებს, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ტექნოლოგიური შეცდომის შედეგი და როგორ შეუძლია ბუნებას ადამიანების გარეშე არსებობა.